ახალი წლის დღეებით ერჯოლაში მთავარი ნაძვის ანთებით და საშობაო ბაზრობის გახსნით უკვე ოფიციალურად დაიწყო. დიდმა თუ პატარამ თავის სადღესასწაულოდ მორთულ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოიყარა. ღონისძიებებით დატვირთული დღე კი საღამოს კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა. გარემოთი შეგვიძლია შევაბადოთ როგორი არის ადამიანების განწყობა. ჩვენ რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ვცდილობთ რომ უკეთეს ხასიათი დავაყენოთ აქაურები. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ბევრი ახალგაზრდა შემოუერთა დღეს ამ მნიშვნელოვან დღეს ავანთის ქალაქის მთავარი ნაძვის დღე, სადაც ყველა ერთად ვეგებებით მომავალ 2026 წელს. მთავარი ნაძვის ხე აინთო ბაღდადში, სადაც პატარების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში თოვლის ბაბუ აზრუნავდა. საღამოს კი ბაღდათელები ადგილობრივმა მომღერლებმა გაახარეს. მთელი ბაღდადი თითქმის გამოსულია, ხალისიანად შევხვდით ნაძვის ხის ანთებას და ეს ხალისიანად გვინდა რომ გავატაროთ მთელი 2026 წელი. ხედავ ძალიან ბევრ ბედნიერ სახეებს და ვისარგებლო შემთხვევით და რამდენი ახალი წლის შემოგზანება მიულოცო. როგორც ბაღდადის მუნიციპალიტეტს, ასევე სრულიად საქართველოს. ეს კი ლანჩხუთია, სადაც ახალი წლის მოახლოება განსაკუთრებით კარგად იგრძნობა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უკვე მთავარი ნაძვის ხეც აანთეს და საახალწლო სიმღერებიც ისმის. სასწაული გარემოა, სასწაული მსმენელია და მიხარია რომ ქართველი ხალხი ყველა ერთად გავართ და მიყვარს ქართული სიმღერა. მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო და ამდენი შობა ახალი წელი უსურო ჯანმრთელობა, მშვიდობა, კეთილდღეობა. ახალი წლის მოლოდინმა გააერთიანა ქარელის მოსახლეობაც. მთავარი ნაძვის ხის ასანთება და საახალწლო კონცერტის სანახავად ყველა ერთად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. ძალიან მხიარული განწყობა, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, ძალიან ლამაზი და კარგი გარემოა. მოსახლეობაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში ძალიან დადებითია და კარგი განწყობა, ასე რომ ეს საახალწლო განწყობა გაყვებათ ჩვენ მაცხოვრებლებს მთელი კვირის განმავლობაში. ამ საშობაო სოფელში ახალციხელ პატარებს ჟადოსნური სამყაროებით. ქალაქის მთავარ მოედანზე ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ დიდი თუ პატარა ახალ წელს ერთნაირად ამაღლებული განწყობით შეხვდეს. ერთ-ერთი დაუვიწყარი საღამო მათ მომღერლებმა უკვე აჩუქეს. ეს ფანტასტიკური კონცერტი გაიმართა ნაძვის ხესთან. ახალციხელებისთვის ჩვენ ხშირი სტუმრები ვართ, აქ ჩამოვდივართ ძალიან ხშირად და ჩვენთვის ძალიან საყვარელი მაყურებელია აქ. გავსი სახის ღონისძიებები და კონცერტები არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული რეგიონისათვის. ულოცავ ყველას და ამდეგშობა ახალ წელს. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო ბოლნიშიც და ის რაც უკვე ტრადიციად იქცა, საახალწლო ღონისძიებებს კონცერტი და ფეიერვერკი არც ამჯერად დაკლებია. ვფიქრობ დღეს არაჩვეულებრივი კონცერტი არის და ის იამოვნებს ყველა ის ადამიანი, ვინც აქ შეიკრიბა პარკში, რომელიც ულამაზესად არის განათებული. ყველა ერთად შევიკრიბეთ. კიდე ბევრი მომგიმარე სახეები არის, ბევრი მომღერლე და ლავი ხალხი დადის და ყველას მინდა მიულოცოთ ამდენი 2026 წელი. წინა საახალწლო ღონისძიებები კიდევ 8 დღე გაგრძელდება. 8 დღეში კი მთელი ქვეყანა ახალი წლის შემობრძანებას იზეიმებს.